გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მივესალმები სტუმრებს, დარჩით ჩვენთან. დღეს რაც შეეხება გაშლას, ჯერ არ მომიფიქრებია, თქვენ უკვე ჩემზე წინ გეცოდინებათ, იმიტომ სათაურში ნახავთ, რა თქმა უნდა. მე კი აიხო თქვენ თვალწინ, როგორც ვაკეთებ ხოლმე ხშირად, დასტას შევეკითხები, რა თემა გავშალოთ, ვის ჭირდება უფრო მეტად პასუხის მიღება კითხვებზე, რაც აწუხებს. და რატომ ესე ამჯერად მაქვს ეს არაჩვეულებრივი დასტა, სიურრეალისტური დასტა ქვია. მართალია ნახატები კლასიკურთან ძალიან შორს არის, ცოტა სხვა დატვირთვები აქვს, მაგრამ როგორც შევიგრძენი, არის ძალიან მუშა დასტა. ჯერ გაშლებში არ გამომიყენები, რა თქმა უნდა, დავამუშავე, როგორც წესია. ტაროლოგებს, მომავალ ტაროლოგებს და დაინტერესებულს მოყვარულებს მინდა ურჩიო წესები, მარტივი წესები. როდესაც დასტა შეიძინთ, რა თქმა უნდა, გადათვალეთ. არის შემთხვევა, რომ აი აქ მაგალითად ამ დასტაში ერთი კარტი მეტი ამომივიდა და არის შემთხვევა ძალიან იშვიათი, მაგრამ ეკლდა დასტას კარტი. პირველ რიგში გადათვალეთ, ნახეთ ყველა კარტი არის თუ არა, ძალიან კარგად დააკვირდეთ სათითაოს, შეიგრძენით ყველა არკანი, ყველა დეტალი კარგად გაიაზრეთ, რა ხდება ნახატზე და რა თქმა უნდა, 3 დღე სასურველია მაქსიმალურად გქონდეთ ხელში ეს დასტა, მაქსიმალური კონტაქტი გქონდეთ კარტთან. და დაიდეთ ბალიშის ქვეშ, ჩემო კარგებო, მერწმუნეთ, ვისაც მართლა აქვს ნიჭი, მარტო ნახატების სწავლა და მნიშვნელობის სწავლა არ არის, ამისთვის შინაგანი ძალაც უნდა გქონდეთ, შესაბამისი ენერგეტიკა უნდა გქონდეთ, შესაბამისი და რა თქმა უნდა, ტალანტი, როგორც ყველა სხვა სფეროში გვჭირდება ტალანტი, ნიჭი, ისე გვჭირდება ტაროს წაკითხვისასაც. და თუ კი ესეთი ნიჭით ხართ დაჯილდოვებული, ძალიან უცნაური სიზმრები გელოდებათ, თითქოს ესე კალეიდოსკოპივით, გარბის ძალიან დიდი სისწრაფით, რაღაც ფრაგმენტები და მე ყველა ჯერზე, ყველა დასტაზე, როცა ახალი დასტა მაქვს და ასე ვაკეთებ, ასე ხდება, ამას წინათ მომწერეს კიდევაც ერთ-ერთმა ადამიანმა, რომ ესე დამემართავ და ვიცი თქო, ესე ხდება, ხედავთ იმ მოვლენებს, თითქოს, აი რა მოვლენებიც უნდა წაიკითხოთ დასტაზე და ეს არის აი რაღაცა რეაქტიული სისწრაფით მიდის სიზმარი და ძალიან შეიძლება დაიღალოთ, შეწუხდეთ, აი დაღლილს გაგეღვიძოთ იქიდან გამომდინარე, რომ აი ძალიან ბევრი ინფორმაციის ტრიალი ხდება იმ თქვენ სიზმრებში, ნაწყვეტ ფრაგმენტებს ხედავთ და ვისაც ესე მოსდის, თუ იყენებთ ამ ტექნიკას და გძინავთ თქვენ ახალ დასტასთან ერთად, ნახავთ, რომ მართლაც ესეა. მე კი მუშაობის პროცესში შევეცდები დასტაზე რაღაცა ის განსაკუთრებული თუ რამე ისეთი ხატია, დაგანახოთ, გაჩვენოთ, წაგიკითხოთ, ნახოთ ახალი დასტაა და ყველა ერთად გავიგებთ, ჯერ რა თემა შემოგთავაზებს და როგორ იმუშავებს. მაგრამ ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ აი ამ ფორმით უკვე დამუშავებულია, უბრალოდ არც კონსულტაციის დროს გამომიყენებია ჯერ და არც გაშლის დროს, მაგრამ ჩემთან უკვე უნისონშია მოსული. ნახოთ, აბა რას გვეტყვიან. ტაროს არკანები, რა თემაზე გავშალოთ. ცეცხლის დედოფალი, ნახოთ, ზომიერება, ცეცხლის ორიანი, ჯოკერი, ხმლების ჰაერის მეფე. ძალიან საინტერესოა ეს ჰაერის მეფე. თითქოს ჰაერისტიკია უფრო სხვა ფერებში უნდა იყოს გადაწყვეტილი, მაგრამ აი ცეცხლის ფერია, აქ ყველაფერი ცეცხლის არა, უფრო თითქოს სისხლის ფერი და ესეთი ძალიან სასტიკი ჰაერის მეფე გამოგვივიდა. რაც გვეუბნება ეს კომბინაცია, ჩემო კარგებო, აქ უფრო პირად ცხოვრებაზეა ლაპარაკი, არჩევანზეა. როგორც ჩანს, ახალი ადამიანი გამოჩნდა ვიღაცის ცხოვრებაში, აი დასაწყისი ეტაპია ამ ყველაფრის და
ფიქრობთ, გადადგათ თუ არა ნაბიჯი, ძალიან დიდი ხანია, აქ იმ პიროვნებებზეა ლაპარაკი, ვინც დიდი ხანია მარტოა. და რაღაცნაირად უჭირს ახალი ადამიანის შეშვება თავის ცხოვრებაში. მაშ ასე შემოკარგებო, მაშინ მოდით ვნახოთ ახალი ადამიანი ღირს თუ არა ამ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება. ვნახოთ, რა თქმა უნდა, წავიკითხოთ წინა ისტორიას. ქურუმი ქალი ამოვიდა მეორე ნომერი, ვარიანტები მინდოდა მენახა, რამდენი გამეკეთებინა, ხანდაც რა თქმა უნდა ძალიან ბევრს თავაზობენ, რა თქმა უნდა 7-ს და 9-ს და 10-ს არ ვაკეთებ, მაგრამ მაინც ესე მინიშნების სახით დრო და დრო ამასაც ვეკითხები კარგს და ქურუმი ქალი არის 2, მეორე ნომერი ნუმერაციით და 2 ვარიანტი გავაკეთოთ. ასე ჩაფიქრება რა თქმა უნდა არ გჭირდებათ, რადგან მე როგორც ყოველთვის, ახალი მაყურებლისთვის და სტუმრებისთვის ვიტყვი, რომ ყოველთვის ვკითხულობ წინა ისტორიას, შესავალს, სიგნიფიკაციას, როგორც დღეს ამბობენ, არ მეყვართ ბარბარიზმები და მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე არ გამოვიყენო უცხო სიტყვები, უმდიდრესი ენა გვაქვს და რატომ უნდა გამოვიყენოთ ძალად შემოტანილი რაღაც უცხოური სიტყვები. ნახოთ რა ხდება დღეს თქვენს ცხოვრებაში, ხმლების პაჟი, ნახოთ რაღაცა ინფორმაციაზეა ლაპარაკი, ეჭვიანობაზეა ლაპარაკი, ნახეთ რა საინტერესო ხმლების პაჟია, აქ ჭადრაკის დაფა არის, ფიგურები, წინასწარ გათვლილი ნაბიჯები, არჩევანის გაკეთება რა თქმა უნდა დიდი ფიქრის შემდეგ, განკითხვის დღე, ნახოთ, ეხლა ყველა კარტს საკითხავთ არ განვიხილავ, რადგან ძალიან ბევრ დროს წაგვართმევს. აი პირველი ვარიანტი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ჩემო-კარგებო, დღესდღეობით, ვისაც მართლა პირადი ტრაგედია გაქვთ, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, რადგან ახალი ადამიანზეა ლაპარაკი, გამოვლილი ძალიან მძიმე წარსულით, რაღაც ინფორმაცია მიიღეთ ისეთი, აქ წარსულზე მაქვს ლაპარაკი, არ მგონია დღეს იყოთ ამ მდგომარეობაში, რადგან ყურადღებას ვამახვილებ, ახალ ადამიანზე გვაქვს ლაპარაკი და გადაწყვეტილების მიღებაზე შემოუშვათ თუ არა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ან ღირს თუ არა ნდობა, როგორც გინდათ თქვენ ისე მოახდინეთ ამის ფორმულირება. აზრი ერთია, რა თქმა უნდა, და ძალიან მძიმე შემთხვევა. მიიღეთ რაღაც ინფორმაცია და ეს ინფორმაცია იყო გამიზნულად თქვენამდე მოტანილი იმ ადამიანმა, ვინც ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანზეა ლაპარაკი, თქვენს პარტნიორზეა ლაპარაკი, შეიძლება მეუღლეზეც წარსულში. დიდი ხანი ფიქრობდა, დიდი ხანი გეგმავდა, რა ფორმით მოეწოდებინა ეს ინფორმაცია, შეიძლება ღალატაზეა აქ ლაპარაკი, ძალიან სერიოზული ის არის, ტრავმა, სტრესი. და თქვენი სამყარო ერთ დღეს ჩამოიქცა. თავზე დაგენგრათ ყველაფერი ამ ინფორმაციით, მაგრამ ვიმეორებ იმან, ვინც ეს ყველაფერი შეგატყობინათ, ღალატი იყო, ქონების გაფლანგვა იყო, შეიძლება ვიღაცამ თქვა თუ მეუღლეებზეა ლაპარაკი და დიდი თანხაზე, იმიტომ რომ ხმლების 7-იანში ყველაფერი ცუდი, ნეგატიური იგულისხმება და შეიძლება წააგო დიდი თანხა და მოგიწიათ თქვათ სახკარის გაყიდვა და ასე შემდეგ. ძალიან დამთრყუნა ახლა აი ამ კომბინაციამ, იმიტომ რომ გრძნობ იმ ადამიანის ტკივილს, იმ კოშმარ სტრესს, რაც თქვენ დაგემართათ. და საქმე იმაშია, რომ აი ეს არ მასვენებს, ეს ხმლების პაჟი ვიღაცამ, ვინც ამბავი მოგიტანათ, ისიამოვნა, ბედნიერი იყო თქვენი ტრაგედიით. მაგრამ ეს ყველაფერი არის წარსულში, დღეს ხართ არჩევანის წინაშე, გადაწყვეტილების მიღების წინაშე და ფიქრობთ, აი ეს ადამიანი შემოუშვათ თუ არა თქვენ ცხოვრებაში, ადამიანმა, რომელმაც სინათლე შემოიტანა აი ამ დანგრეულ დამხობილ სამყაროში, თქვენ სამყაროზეა ლაპარაკი, ნახეთ რა საინტერესო მზე არის ამ დასტაზე. კვერცხის ფორმით, კვერცხის გულის ფორმით, შემწვარი თითქოს, მაგრამ მზე.
და კვერცხი კიდევ მოგეხსენებათ შემოკარგებო არის დაბადება, არის სიახლე და ვნახოთ აბა რაღაცა ის სხივი რაც გამოჩნდა და ჩაეჭიდეთ, რადგან როცა გადაწყვეტილებას იღებთ, რაღაც გავლენა იქონია ხო თქვენზე. უნიშნელო რო ყოფილიყო არჩევანის წინაშეც არ იქნებოდით. აბა ვნახოთ ვინ შემოიჭრა თქვენს ცხოვრებაში და ღირს თუ არ ამ ადამიანის ნდობა, მოდით ასე ვთქვათ. ვინ ან რანაირად. ძალიან ესეთი იმდენი ხმალი მოდის, რომ ჩემოკარგებო ესეთ დასკვნას ვაკეთებ პირველი ვარიანტის. ნუ თავიდან მეგონა როა ეს ალბათ მეთქი დიდი ხნის ისტორია, შეიძლება მართლა დიდი ხნის ისტორია იყოს და შეიძლება სულ ახლა ხანს. თუ კი დიდი ხანია, ეს დიდი ხნის წინ მოხდა ეს ყველაფერი, ჯერჯერობით მაინც ესე იგი არ გაგნელებიათ ეს ტკივილი. დღემდე შეიძლება ღამე ჩუმად ბალიშს დასტირი ხართ და ბალიში ტირი ხართ, შეიძლება ვთქვათ ძალიან ახლობელ შინაურ ადამიანს ვინმეს უზიარებთ, უახლოეს მეგობარს, მაგრამ ეს ტრაგედია თითქოს არ დამთავრებულა თქვენს ცხოვრებაში და ზოგისთვის შესაძლებელია რომ სულ ახლა ხანს იყო ეს ყველაფერი და ჯერ არ გამოსულხართ აი ამ სტრესიდან, დეპრესიიდან, საშინელება ხდება თქვენს ფიქრებში, თქვენს გონებაში, მაგრამ თავარი ის არის, რომ აი ამ ტრაგედიის ფონზე გამოჩნდა ეს ადამიანი. აი ზუსტად შეიძლება როდესაც ეს ფაქტი გახდა თქვენთვის ცნობილი, ეს კოშმარი, რაც დაგემართათ, იმ დღეს მოგწერათ ვიღაცამ. შეიძლება იმ დღეს გაიცანით ვიღაც, არ გამოვრიცხავ, რომ ასაკით თქვენზე პატარა იყოს. მამაკაცების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბიჭების შემთხვევაში უფრო რეალურია, ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ გოგონების შემთხვევაშიც ვიტყვი, რომ ასაკით თქვენზე შეიძლება პატარა იყოს. ბევრად თუ დიდად ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რაღაც სხვაობას მაჩვენებს, რაღაცა ბავშვური გულწრფელობით გამოჩნდა ადამიანი აი ამ ჩაბნელებულ, დანგრეულ ცხოვრებაში, თქვენს ესეთ ტრაგიკულ ცხოვრებაში, რა საინტერესოა, რა მოხდა, ვის შემთხვევაში რა მოხდა, იმიტომ რომ ლაპარაკიც კი მიჭირს და ვიღაცა დღესაც აი ამ მდგომარეობაშია. და რაღაცნაირად თითქოს სამყარომ არ მიგატოვათ და აი ამ ახალგაზრდა ადამიანის სახით რაღაც სხივი გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში. და თითქოს აი გამარჯვების რაღაცა იმედი, ბედნიერების იმედი, ნაპერწკალი გაჩნდა თქვენს სულში. მაგრამ გეშინიათ ნდობის, გეშინიათ ნაბიჯის გადადგმის, გონიათ რომ ყველაფერი ისევ შეიძლება ესე დამთავრდეს და ადვილი არ არის, რასაც ახლა მე ვგრძნობ ამ ხელა სტრესს, ამის მონელება ნამდვილად ხანგრძლივი პროცესია. და ვნახოთ აბა ღირს თუ არა ეს ადამიანი ნდობათ. ესე იგი რაც ჰაერის, ანუ ხმლების არკანები იყო, ყველა ამოლაგდა და კიდე ისეთ არკანებთან ერთად რომ სული შემიგუბდა ჩემოკარგებო. ჩემოკარგებო, ასე გეტყვით, შორ მომავალზე, შორ პერსპექტივაზე ჯერჯერობით არაფერი არ მიანიშნებს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი მოგევლინათ სულის მოსათქმელად. ეს ადამიანი არის კარმული იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება ძალიან ხანმოკლე პერიოდი იყოს თქვენი თანამგზავრი, აი ამ რთულ ეტაპზე თქვენი ცხოვრების, მაგრამ უნდა დატოვოს ძალიან მნიშვნელოვანი კვალი. ამ ადამიანმა უნდა გაგავლევინოთ, გაგატაროთ აი ეს რთული გზა. ყავარჯენივით, რატომღაც ესე მოდის, თქვენი საყრდენი იქნება, თქვენი მსმენელი იქნება, თქვენი გამცინებელი იქნება, თუნდაც რომ გაგამხიარულოთ.
რაღაცა მომენტში. და აი სულის მოთქმის საშუალება მოგცეთ. აი ეს ინფორმაცია მოდის პირველ ვარიანტზე და უფრთხილდით ადამიანს წარსულიდან. ეს ადამიანი თითქოს თქვენი სასჯელია. არ ვიცი, აქ არის ძალიან მძიმე სიტუაცია პირველ ვარიანტში, შეიძლება რაღაცა კარმულ ვალებთან გქონდეთ ლაპარაკი, ან წინაპრების კარმაზეც იყოს ლაპარაკი და რაღაცა ესეთი ტრაგედია ტრიალებს თქვენს ცხოვრებაში, რომ თითქოს ისჯებით, უდანაშაულოდ ისჯებით რა ხდება, ნეტაი მინიმალურად რაღაცა, იმიტომ რომ ესეთი კარმული სიტუაციის გარჩევა საჯარო გაშლაში ცოტა სვერპლი ხართ ჩემო კარგებო, სვერპლი დიახ, სვერპლი ხართ, შორი წარსულის. აქ წინაპრებზეა დიდი ალბათობით ლაპარაკი და ის ადამიანი, ვინც თქვენ ძალიან ცუდად მოგექცათ, საშინლად მოგექცათ, თითქოს დამსჯელად მოგევლინათ და ასეთ გაშლას და აი ასეთ სიტუაციაში სჭირდება პირადი კონსულტაცია, ძალიან დეტალებში განხილვა, რა რატო რისთვის, რომ რაღაცნაირად სუბუქად, ცოტა შედარებით სუბუქად გვერდი აუაროთ ამ ყველაფერს. ძალიან მძიმე გამოვიდა პირველი ვარიანტი და აი დავითხოვნე მე თვითონ თავი ამტკივდა, თითქოს არაფრის ძალა არ მაქვს. შეიძლება ერთ ადამიანზე რეზონირდეს, ერთი ადამიანისთვის იყოს ეს პირველი ვარიანტი მისაღები, მაგრამ პასუხებს მიიღებს თავის კითხვებზე უეჭველი, რატო, როცა კითხვა უჩნდება ადამიანს, რატო დამემართა, რატო ხდება ასე ჩემს ცხოვრებაში. ამ ყველაფერს ყოველთვის აქვს ახსნა რა და რისთვის და რატომ ხდება და აი პირველი ვარიანტი მართლა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. კარგით, გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, იქნება პოზიტიური და კარგი გაშლა გამოგვივიდეს, ვნახოთ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში და მე ვნახოთ ვინ გამოჩნდა ისეთი, რომ დაგაფიქრეთ ღირს თუ არა ნდობა. უკაცრავად ოთხიანი პენტაკლების ძუნწის კარტი, მესაკუთრის კარტი, შეიძლება თქვენ თვითონ ხართ ძუნწი ემოციებში. ნახოთ რას გვეტყვის სიურეალისტური ტარო. უკაცრავად მე ჩემო კარგებო. აი აქ მინდა, ყველა კარტი, ყველა არკანი ძალიან საინტერესოა. მით უმეტეს ჩემთვის ძალიან მიყვარს ხატვა. ზოგადად მხატვრობა და როცა დრო მაქვს და ისე თქვათ მუზა, მე თვითონ ვცდილობ რაღაცები დავხატო, ესე ან თექაზე ვიმუშაო და ჩემთვის ორმაგად საინტერესოა ეს დასტა. ჩემო კარგებო, ეს მინდა გაჩვენოთ. ეშმაკი არის თვითონ სალვადორ დალის სახით. ახლა ფერები მე მგონი კადრში ისე კარგად არ ჩანს, როგორც ახლა თვითონ აღიქმევა. აქ თავისთავად განათებაც მოქმედებს, მაგრამ ეშმაკი არის სალვადორ დალის სახით და ძალიან საინტერესოა ის დეტალები, წვრილად რო დააკვირდით, ულამაზესია ეს დასტა. რა ხდება მეორე ვარიანტში? ჩემო კარგებო, როგორც თავიდან აღვნიშნე და პირველივე კარტის გახსნისას ვთქვი, აქ დიდი ალბათობით თქვენზეა საუბარი, რომ თქვენ ხართ ემოციურად ძუნწი, ძალიან პრაქტიკული ადამიანი, მოტივირებული, მიზანდასახული ადამიანი და ვიტყვი, რომ სწორი დამოკიდებულებაც არის თქვენ პირველ რიგში ფიქრობთ და ფიქრობდით იმაზე, რომ შემდგარიყავით ცხოვრებაში, რაღაცა მიზნებისთვის მიგეღწიათ, წარმატებისთვის მიგეღწიათ, რაღაც სტატუსებისთვის მიგეღწიათ, სოციუმში თქვენი ადგილი დაგემკვიდრებინათ და ასე შემდეგ. აქ თქვენს მიზნებზე და მიღწევებზეა ლაპარაკი და ძალიან დიდი ხანი იყავით ამ მდგომარეობაში, სწავლა, მუშაობა, კარიერა, სახლის შეძენა, მანქანის შეძენა და ასე შემდეგ. უსასრულოდ შეგვიძლია რაღაცები ჩამოთვალოთ, მაგრამ ერთ დღეს ვიღაცა შემოვარდა თქვენს ცხოვრებაში და ეს თქვენი მოზომილი, დაწყნარებული, წარმატებული ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მე იმას არ გულისხმობ, რომ შეგიქმნათ მატერიალური პრობლემები ან რაღაცა ესეთი ნეგატიური გავლენა იქონია, ზოგადად თქვენი მოზომილი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. და ეს არის რა თქმა უნდა, რა კი ეშმაკზეა ლაპარაკი და ისეთი კარტი არ მოყვება, რომ რამე
ნეგატივი მაგია და ასე შემდეგ რაღაც ჩარევები ვიგულისხმოთ, აქ არის კარმულ შეხვედრაზე ლაპარაკი, გეგმაზე სამყაროს მხრიდან, რომ დროაო, ჩემო კარგებო, გამოფხიზლდეთო და პირად ცხოვრებაზეც იფიქროთო. ეს თავიდანვე დავასკვნი, რომ ეს ადამიანი გამოჩნდა თქვენს გამოსაფხიზლებლად, როგორც ჩანს ზედმეტად გადაერთეთ მატერიალურ სფეროზე და პირადი ცხოვრება დაგავიწყდათ. ნახოთ აბა ვინ არის ეს, რას წარმოადგენს, ან რას გვეტყვის დასტა ამ ადამიანზე და ვნახოთ ღირს თუ არა ნდობა. რა კი არჩევანს აკეთებთ. ეს არის სრულიად ახალი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ჩემო კარგებო. ადამიანი, რომელიც ბევრი ღირსებით არის შემკობილი, არც ძალიან ფიცხია, ძალიან ჩქარია, თქვათ, არც ინფანტილურია და დაუფიქრებელი, მაგრამ არც ის არაკლია. ფხიანი, ესე ვიტყვი რა. ყველაფერი თითქოს შეზავებულია ამ ადამიანში, ადამიანს შეუძლია იყოს გაწონასწორებული მშვიდი, წინასწარ დაგეგმოს მომდევნო ნაბიჯები, რაღაც თქვათ ცხოვრების ეტაპი, რაღაც ხანგრძლივობის, რაღაც დროის მანძილზე თქვათ წინასწარ დაგეგმოს, გათვალოს, მაგრამ თუ კი მიზანი დაისახა, მიზანს უეჭველი მიაღწევს, ძალიან სხვათა შორის იღბლიანი ადამიანია. აქ მარტო მის პირად თვისებებზე არ არის დამოკიდებული, ჩემო კარგებო. აქ თითქოს თანდაყოლილი იღბლიანობაც ახასიათებს. ერთს გეტყვით, რომ ამ ადამიანს აქვს რაღაც ისეთი მტკივნეული გამოცდილება, წარსულში იყო ვიღაც მის ცხოვრებაში, რომელმაც ძალიან ატკინა გული და მიუხედავად ამისა, მაინც ფარხმალს არ ყრის, ესე ვიტყვი. არის ოპტიმისტი, ენდობა ადამიანებს, არ ფიქრობს, რომ ყველა ერთნაირად ცუდია და ასე შემდეგ. ისეთი კარგი ნორმალური პიროვნება, ხალისიანი, რატომღაც ესე მგონია, რომ ძალიან ცოცხალი ადამიანია, მხიარული და შეიძლება იმ მხიარულების მიღმა ვერავინ ვერც კი შეამჩნიოს, რომ ესეთი ნაიარევი აქვს გულზე. ნახოთ აბა ღირს თუ არა ამ ადამიანის ნდობა. თქვენთვის რისი მომტანია. ძალიან საინტერესოა, ეხლა გავაჟღერებ იმას, რაც დავინახე, რაც წავიკითხე და შევეცდები ავხსნა რატო. მიუხედავად აი ამის პოზიტიური დახასიათებისა, რატომღაც გვეუნებიან, რომ არ იქნება მიზანშეწონილი ამ ადამიანთან ურთიერთობის დაწყება, ანუ უფრო მჭიდრო ახლო ურთიერთობის დაწყება და გაგრძელება. რადგან რატომღაც კრახით დამთავრდება ეს ურთიერთობა, კრახით დასრულდება და აქ თითქოს აი რაღაც აკრძალვას ტაბუსავით მოდის. არის რაღაც მის ცხოვრებაში, ან ვიღაც, რომელიც აი ჩრდილად, შეიძლება ის წარსული, რაც ჰქონდა, ტყუილად არ დამანახეს, რომ იყო მის ცხოვრებაში ადამიანი, რომელმაც ძალიან ატკინა გული და შეიძლება იმ ადამიანის აჩრდილი ყოველთვის იდგეს თქვენს შორის და რაღაცა ეტაპზე ეს გაუსაძლისი გახდეს და დაშორდეთ ამ ადამიანს. სამწუხაროდ ესეა, მაინც ვიკითხოთ, აბა რატო? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ესეთი კარგი დახასიათება მოგვცეს და ნამდვილად არ ჩანს ცუდი ადამიანი. რაღაც საიდუმლოებებით არის მოცული. მოდით ესე ვიკითხოთ, რა უნდა იცოდეთ ამ ადამიანის შესახებ, ის რაც არ იცით და აუცილებლად უნდა იცოდეთ.
ჩემო კარგებო, აი ხლა რომ ძალიან დეტალებში ჩაუღრმავდე, ძალიან შორს წაგვიყვანს, ძალიან ინდივიდუალური გამოვა, შეიძლება მხოლოდ ერთმა თქვენგანმა მიიღოს პასუხი ზუსტი თავის კითხვებზე, მაგრამ გეტყვით იმას, რომ ამ ადამიანისთვის უკაცრავად პირადი ცხოვრება დასრულდა იმ ყოფილ პარტნიორთან ერთად. შეყვარებული იყო, მეუღლე იყო, საცოლე იყო, არ აქვს მნიშვნელობა. ანუ თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს ჩემო კარგებო თითქოს ყოველ შემთხვევაში რაღაცა გარკვეული დროის მანძილზე, შეიძლება თვეები, წლებიც შეიძლება იყოს, პირადი ცხოვრება არ მოუწესრიგდება და თქვენ იქნებით უნებლიე მსხვერპლი ამ ყველაფრის, რადგან რაღაცა წარუშლელი კვალი დატოვა იმ ყოფილმა პარტნიორმა. ეს რომ კიდე ესე დეტალებში ჩავშალო, ყველასთვის იქნება ძალიან ინდივიდუალური, ვიღაცისთვის რაღაცა კარმული ვალი იქნება, ვიღაცისთვის სხვა რაღაც იქნება, სხვა მიზეზი იქნება, ზოგზე შეიძლება ჩარევაც იყოს გარეშე, ენერგეტიკული ჩარევა ნეგატიური და აქედან გამომდინარე აი ესე დეტალებში აღარ ჩავშლი, მაგრამ აი ეს პიროვნება, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, ანუ რა თემაც გქონდა, რომ ღირს თუ არა ნდობა ახალი ადამიანის, ნდობა ღირს, თვითონ არ აქვს პრობლემები, მაგრამ სამწუხაროდ მისი პირადი ცხოვრება დასრულდა იმ ურთიერთობასთან ერთად, რაც ჰქონდა. და მომავალი, არ ვიცი, ძალიან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არ უჩანს. ვინც გეუბნებათ, ჩემო კარგებო, რომ ტარო ერთი თვე, თვენახევარი, თქვათ, 6 თვეზე მეც ვერ წაიკითხავს. ეს არის სისულელე, როგორც ჩანს, ასეთ ადამიანებს არ აქვთ საკმარისი პრაქტიკა და გამოცდილება, მოვლენების რეალიზება და ახდენა იმ ინფორმაციის, წინასწარ მიღებული ინფორმაციის, აი აგვისრულდა, აგვიხდა რომ ვიტყვით, დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე და ყოფილა შემთხვევები, რომ თუნდაც აი ახლა სულ ახლა-ხანს ახლობელმა დამირეკა თავის პირადი ცხოვრების შესახებ სიახლეების შემოტყობინეთ და ვკითხე, სად გაიცანი. გამახსენდა დაახლოებით 2.5 წლის წინ ნათქვამი, რომ ამ ადამიანს თავის მომავალ პარტნიორს გაიცნობდა სამსახურში, ოღონდ თავის სამსახურში კი არა, მივიდოდა იქ, სადაც ის ქალბატონი მუშაობს. და ზუსტად მითხრა ეს, ანუ 2.5 წელი, დაახლოებით 2.5 წელი მაინც არის გასული და შეიძლება აი დიდი ხნის ინფორმაციაც და შეიძლება მთელი ცხოვრების შესახებ ინფორმაციაც მივიღოთ, ამიტომ ვინც გეუბნებათ, რომ 1 თვე და თვენახევარი და ასე შემდეგ, ეს არის სისულელე, იმას ალბათ უნდა რომ მალმალე მიმართოთ იტრიალოს წრეზე ბიზნესი, ასე ვთქვათ. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, თუ კი ესეთი მერკანტილური ბოროტი განზრახვა არ აქვს, თქვათ ასეთ პიროვნებას, მაშინ გამოცდილება აკლია და არ ქონია შემთხვევები, რომ წლების წინ ნათქვამი, თქვათ, მოვლენები რამოდენიმე წლის შემდეგ გასრულდეს. ასე რომ ჩემო კარგებო, მეორე ვარიანტი საკმაოდ ესეც მძიმე აღმოჩნდა, რთული აღმოჩნდა, როგორც ჩანს, ჩვენი სიურრეალისტური დასტა, ესეთ მძიმე თემებს გაგვირჩევს კარგად და ესეთ რთულ კითხვებზე გვიპასუხებს კარგად. ჩემო კარგებო, მაინც ენერგეტიკულად მივხვდი ისედაც რომ ცოტა მძიმე იყო და სიმართლე გითხრათ, ძალიან მსუბუქ დასტებთან მაქვს 2-3 ისეთი მსუბუქი ენერგეტიკის მატარებელი დასტა. ცოტა მიჭირს მუშაობა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ლაით გაშლებს თუ გავაკეთებ იმით, რა ისეთი ენერგიის მატარებლები არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დასტას ერთნაირად დავამუშავებ ხოლმე და ჩემი ენერგეტიკით იჟღინთება, რომ ჩემთან უნისონში იყოს და მივიღო საკმარისი და საჭირო ინფორმაციები. მეორე ვარიანტი, როდესაც გავაკეთებ ახალ პარტნიორებზე, გამოჩნდება თუ არა უყურეთ ესეთ გაშლებს, რადგან ეს პიროვნება სამწუხაროდ თქვენი ბრალი არ არის, არც იმის ბრალი არ არის, იქ რაღაცა სხვა თემებია და პარტნიორად არ გამოგადგებათ, იქიდან გამომდინარე, რომ მისი პირადი ცხოვრება თითქოს დასამარდა. აი რატომღაც აი ესეთი ის მოდის ინფორმაცია. მომავალ შეხვედრამდე.